მოდი დავიწყოთ რა არის ეს. ციხეში გავიცანი პატიმრები, რომლებიც ოქრომ ჭედლები იყვნენ და მათ მე გავაკეთებიე მათთვის, ყველა ჩემი შვილიშვილისთვის, მათთვის დავამზადებიე და რა ახლა მე თქვენ განახეთ. აი უყურეთ. გივაჩვენე უყურეთ. შეხედეთ. გებე. ეს ესე ქსელშიც შევა. ზურიან ქსელში შემდეგ ასაყიდებ და აქედან თუ რამე მოგება იქნება დათო ეს წავა ყველა პატიმრებთან, პატიმრების დასახმარებლად. აი შეხედეთ ეს პატიმრებმა გააკეთეს, მაგრამ უკვე ციხეში ნამყოფმა პატიმრებმა გარეთ რო არიან. შეხედეთ. ჯერ ყუთ შეხედეთ. აი გებე, აი ეს ესე გაიყიდება შემდგომ. თლიანად სისტემაში შევა. აი ეს არის. აი შეხედეთ. აი ეს არის. აი შეხედეთ. გებე, შეხედეთ. გებე. ეს არის, უყურეთ. ეს არის შეხედეთ ახლოდან გებე. აქ გებე კი არა მარტო, ეს არის ჩემი საჩუქარი, სიმბოლურად არის 100% საუკეთესო ოქროდან გაკეთებული და უკან ნახე. გელა ბარკალაია როგორ აწერია უკან. აი შეხედეთ და ეს მე პირველი მინდა ჩემს რძალს სალონეს ვაჩუქ. იგივე არის ნატუკასთვის. აი ეს ხუთი. იგივე არის ნატუკასთვის. აი იგივე რაც ჩვენ ნახეთ, იგივე არის ნატუკასთვის. კიდევ აჩვენე. ოქრო. გელა ბარკალაიას ხელის მოწერით და გებე. ეს ნატუკას ეკეთება სულ. მახსოვ ხარ და ეხლა დღეში სამჯერ უნდა მოგწერო თუ როგორ არის? всё. ახლა ეს შენც ჩაიბარე. ნიცას გონია რომ კონცერტის ბილეტები უნდა აჩუქო, ეგეთი წარმოდგენა გქონდა, მაგრამ ხარით რომ საჩუქარს გიკეთებთ, რომ რა კონცერტის ბილეტები უნდა მარჩუქოსო ესე თქო. რასაც დღეს მე ვაკეთებ, ნიცა. კონცერტის ბილეტი. აი ეს ესეთი სურვილი მაქვს, რომ თელ საქართველოში ყველას ბაბუამ გაუკეთოს თავის შვილიშვილებს იმის საშუალება ქონოდეს თელ საქართველოს. თელ საქართველოში მაცხოვრებელ ადამიანს მისი საშუალება ქონდეს, რომ მსგავს აკეთებდეს და რძალს ესე ახარებდეს. აი ესეთი დრო მინდა საქართველოში მოვიდეს და მოვა ალბათ აბა რა იქნება. აი იგივე არის ხუთი და ეს მარტივი არ იყო, მაგრამ ეს ჩვენ შევქმნით. დაამახსოვრდეს ნიცას ყოველთვის, ხო ნიცა? დიახ. ვაუ, როგორ გიხდება ნი? რა შეეხება? ოპა. ბილეთი. შემდეგ ყურში. ბილეთი, კონცერტის ბილეთი დუბაიში, ხო? პირველი iPhone 17 პირველი iPhone 17 Nissan iPhone 17 Nitsas არიჭირო ნიცა iPhone ნორეს iPhone 17 ნატუკას მადლობა ნიცა გაგიქვა ეს კიდე ყუთი დადევიქით და iPhone 17 ჩემს შვილს ჩემს რძალს ყველა არის თეთრები სპეცეკვეთა ახლა რაც შეეხება აქ არის ამ ბიჭებზე არის ახლა მე არ ვარ ის კაცი რომ ვიღაცას რეკლამა უკეთო ხო მაგრამ Goodwill-ში არის Goodwill-ში ჩვენთან ახლოს არის და არის ისიპარი ხო ისიპარი არის სადაც ჩემი ბიჭები დადიან და ჩვენ ჩუქნით ვინც ავტომობილებს ყიდულობს ამ სუნამოებს ხო
და იქ გოგოები ბევრი მუშაობენ და ეს ბიჭები არიან ამ გოგოებზე შეყვარებულები და ყოველ დღე ყიდულობენ 10-15 სუნამო, იმიტომ რომ ავტომობილები რო იყიდება ჩუქნით იმ ადამიანებს და ისიპარს დიდი მადლობა გუდვილის გოგოებს დიდი მადლობა არც ეს მე არ ვიცნობ, მაგრამ თქვენ ყველა გიცნობთ. ამიტომ ეს ისიპარის სუნამოები კიდევ თქვენ აი გებე ახლა ეს ნიცუნის ეს კიდევ ჩემ ძალს სალომეს რა შეეხება ეს просто რაღაცა მომეწონა სურათი და მე ეს შევქმენი თვითონ უყურეთ აი ეს მე შევქმენი უყურე გიბარკავია და ეს არის უბრალოდ სიმბოლურად რაღაც ძალიან მომეწონა და ჩემი უშუალოდ არის ჩემი გაკეთებული რა შეხედეთ რა ხარისხია და რა ვიცი ესე ახლა დათო მოდი აქეთ და მოიტანე შენი ვაზა ახლა რას ვაკეთებ მე ჩემი ვაზით ვარ ხო ბატონო შენ ახლა შენი ვაზით მოდი მოიტანე შენი ვაზა ახლა ნიცას საჩუქარი და რა არის ეს ნუ ყურე დაახლოებით 15 წლის უკან აი ეს ვიღაცა მაჩუკა დათო არ ვიცი ოღონდ სად ვიღაცა მაჩუკა და ფიქრობდი რომ აქ მე ჩამიყარა ფული გაიგე და აქ ვაგროვებდი 15 წელი ციხეშიც 6 წელი ხო ვიყავი 6 წლის განმავლობაში ეს ამ კაბინეტში იდო და მოკიდება სიმძიმით ნახე აბა რამდენი იქნება სიმძიმით ნახე აი სიმძიმით ნახე რამდენი იქნება მომეხმარეთ ეს დადები გახსენია აბა ვნახოთ როდინდელი ფულია მე ხაიდება უჭველი ძველი ლარიანები და ორლარიანებიც როა ხო ალბათ ყურეთ აუ რამდენია ნიცა ეს 100% არის შენი გაიგე შენ რო დაიბადე იმ დღეს დავიწყე ამის მოგროვება რამდენი წლის ხარ 9 წელი значит 9 წელი ხო 6 და პლუს 9 რა არა 6 წელი 9 წელი ხო ზუსტად მასე გამოდის დაახლოებით ესე 10 წელი ხო ნიცა მეორე iPhone 17-ის მოგივა მეგონი ნიცა ნიცა აი ეს ფული არის მხოლოდ და მხოლოდ შენი და რაც გინდა ის იყიდე დათო მოდი ნიცა ორე ლამბორჯინი დათო მოდი ჩაღარე ფერარი აუ რა ხმა აქვს სახში დავთვალოთ ნიც 10 წლის მოგროვებული თანხა ახლა რა მინდა გითხრათ რა მინდა გითხრათ და რა მინდა მოსახლეობას უთხრა რა მინდა ამ ჩვენ სტუდენტებს უთხრა რა მინდა მოსახლეობას და ახალგაზრდობას რა მინდა უთხრა ვისთვის ცხოვრობ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ყველაფერს გავაკეთებთ რომ შვილები კარგად იყვნენ მაგრამ შვილებმა დედის, მამის, ბებიისა და ბაბუის შრომა უნდა შეაფასონ. ჩვენ რას ვითხოვთ? ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, მხოლოდ და მხოლოდ ერთს ვითხოვთ, რომ ჩვენ რა გზაც გავიარეთ და ძალიან რთულად რომ გავიარეთ, ეს რთული გზა თქვენ არ გაიაროთ და თქვენ არ გაივლით თუ მიიღებთ განათლებას. დამიჯერეთ, განათლებაზე უკეთესი არაფერი არ არის. მე ჩემს შვილიშვილებს ვთხოვე, რომ მიიღოთ უმაღლესი განათლება. და ამაში მე ყველანაირად ხელს შეუწყობდი და ავიღოთ ახლა ნიცა რომ გეუბნებით რომ აუცილებელია ინგლისური, რუსული, ჩინური, კომპიუტერი ცოდნა ხო ხედავ პედაგოგი ვიძის აქ დღეს ნიცამ 9 წლის ნიცამ ინგლისური იცის უმაღლეს დონეზე და ამ გოგოებმა რომ იციან და იციან ამაში ეჭვი არ მეპარება და მეხმარებიან განათლებაზე უკეთესი არაფერი არ არის და დააფინანსეთ რაც შეგიძლია იმით და მინდა შვილიშვილებს მომავალ თაობას ვთხოვ რომ დღეს მიიღონ განათლება. აი, ნიცას ცხოვრებაში არასდროს არაფერი იმიტომ არ გაუჭირდება და არც ამ გოგოებს რომ
თვითონ უკვე ნატო არის რამდენი წლის ხარ ნატო და 22 წლის არის და არის საქართველოში ერთ-ერთი ფინანსისტი. წარმოიდგინე 22 წლის გოგო არის და ერთ-ერთი სერიოზული ფინანსისტია. ჩემი ძალი კიდე არის 22 წლის. აი წარმოიდგინე ახლა იმ დონეზე ჭკვიანი გოგო არის, მოდელიც არის, ერთ-ერთი მარკეტინგის ხელმძღვანელია, არეკლამებს ზვირად ღირებულ ნივთებს და ხვალ ზეგ ესენი მათესთან ერთად ჩაიბარებენ მათ მოტორს და ვეუბნები რომ არეკლამეთ ეს ავტომობილები და მასში შემავალი სხვადასხვა ნივთები. მოდი დღეს მთელ საქართველოს წინასწარ მიულოცავ ახალ წელს, მინდა რომ ყველას ოჯახში იყოს ბედნიერება, სიყვარული, გამრავლება და ერთმანეთის მოფერება. მე და ჩემი ძალი დღეს რო ვართ ბედნიერი, ესეთი ბედნიერი მინდა იყოს ყველა. მე და ჩემი შვილი რო ვართ დღეს ბედნიერი, ესე მინდა იყოს ყველა ბედნიერი. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო დათოს. დათო არის ჩემი როგორც შვილი, დღე და ღამე ერთად დავდივართ. ესენი იგივე ჩემი ძმაკაცები არიან, მეგობრები არიან. ბიჭები, რომლებსაც ყველაფერს ვენდობი და აგერ კიდე ახალი გოგო გყავს, ესეც ანა არის ჩემი როგორც შვილი, არის 18 წლის და ჩემი შვილიშვილებთან, ძალთან, ჩემს ძმისშვილებთან, დიშვილებთან ჩაერევა საქმეში და ძალიან დიდი მენეჯერი გამოვა. მე კიდევ ერთჯერ ვეუბნები საქართველოს მოსახლეობას. აი სამივე არის უმაღლეს დონეზე განათლებულები, ხო? აი უმაღლეს დონეზეა 18 წლის ბავშვია, ხო? ჩემი შვილია, შვილიშვილია, ძმისშვილია, დიშვილია, განათლებულია და ჭკვიანია. და ყველაფერს მიაღწევს და დედიკოს და მამიკოს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ასეთი კარგი შვილის გაზრდისთვის. მთავარი სიმდიდრე არის პატიოსნება, სინდისი, ნამუსი და ღირსება. ზვიადიზე მინდა გითხრათ, ზვიადიზე. მამამისი გერმანიიდან ურეკავს, რომ მამა, შენ და შენი ძმა წამოდით გერმანიაში უნდა დაიწყოთ მუშაობა, რომ ახლა სახელს არ ვიტყვი მანქანის ამ ცენტრში პროგრამისტად და დაღონდა ბავშვი და მესამე დღეს მამას უთხრა, ჩემი ძმა წავიდესო, მე ახლა კარგად ვარო და ბიჭებს ვერ მივატოვერთო. აი ესაა სინდისი, ესაა ნამუსი და ესაა მეგობრობა და ჩვენ როცა ვამბობთ რა არის კაცობა, ვინ იცის რა არის კაცობა? კაცობა რთული სიტყვა, კაცი რო იყო დიდი გზა უნდა გაიარო და კაცური საქმეები აკეთო და ეს ხალხმა უნდა შეაფასოს. მე არ უნდა ვთქვა რომ მე კარგი კაცი ვარ. არა, ჩემმა გავლილმა გზებმა უნდა შეაფასოს